ეხლა მე შენ გაგიზიარებ პრაქტიკას ძალიან იოლს, რომლის დანერგვის შემთხვევაში შენი სასიცოცხლო ძალა და ენერგია მრავალჯერ გაიზრდება. თუ გაინტერესებს დაწერე დიახ მინდა ან მაინტერესებს კომენტარებში და გეტყვით, ესე იგი გავიღვიძე დილის 7 საათი არ არის ჯერ მე სადღაც 4-ზე გამეღვიძა მემართება ხოლმე ესე ხანდახან ვიმუშავე რაღაცები ამოტივტივ და ვიმუშავე ჩემს თავზე იქ საგვარეულო სისტემასთან ვიმუშავე და მოვიდა ასეთი ინფორმაცია ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით და ძალიან მინდა რომ გაგიზიაროთ. ესე იგი უყურეთ რაზეა საუბარი. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პრობლემა საზღვრების დაცვასთან. საზღვრების დაცვა, იქ სამსახურში მავიწროვებენ, იქ ოჯახის წევრები მავიწროვებენ, იქ შეყვარებული მავიწროვებს, მეუღლე ჩემს საზღვრებს არღვევს, ერთ სიტყვით რა, ძალიან ხშირად ამ საკითხით მოდიან ადამიანები ფსიქოლოგებთან. უყურეთ, საზღვრების ვერ დაუცველობა ეს რა არის? რა არის? აბა, როგორ ფიქრობ? რა შემთხვევაში ვერ იცავ შენ საზღვრებს, რა შემთხვევაში გაქვს ესეთი მოწყვლადი საზღვრები. როდესაც არ გაქვს აგრესია, როდესაც აგრესიის გამოხატვა არ შეგიძლია, როდესაც ეს ფუნქცია შენში დათრგუნულია. იმიტომ რომ რა არის საზღვარი, საზღვრის დაცვა? ვიღაცამ შემოიჭრა შენ სივრცეში და აბა შენ აქ არავინ არ გელოდა, დავай დახვი აქედან უთხარი, ხო? ვიღაცამ დადგა ფეხი შენს თავის ჭუჭყენი ფეხი შენს სუფთა ხალიჩაზე. აბა აქ ჩემი ბავშვები დაფოფხავენ და არ შეიძლება, მიდი ფეხზე გაიხადე და ისე შემოდი. ვიღაცამ დაუკითხავად აიღო შენი რა ვიცი, რომელიმე საგანი, ხო? არ შეიძლება. დადე თავის ადგილზე და მკითხე, მინდა თუ არა რომ მოგცე, შეიძლება თუ არა რომ აიღო. ხო? ანუ უყურეთ, აგრესია ხო რაღაცა ესეთი თითქოს დაგმობილია ჩვენს იმაში, ხო? კულტურაში, რომ აბა როგორ შეიძლება რომ აგრესიული იყო? სინამდვილეში შეიძლება კი არა, უნდა იყო აგრესიული და აგრესიულობა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გავარდე და ცოფიანი ძაღლივით ხან ვის ეცე ხან ვის. არამედ აგრესია, ჯანსაღი აგრესია პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ შენი საზღვრები დაიცვა, კარგად იყოს დაცული. და მეორე, რომ მოახერხო იმის აღება სამყაროდან, რისი აღებაც გჭირდება და გინდა. და თვითდამკვიდრება რომ მოახერხო. ეს არის ჯანსაღი აგრესია, გამიგეთ? და არაჯანსაღი აგრესია უკვე აი რაღაცა თავის გაგიჟება და მოგიჟიანება და ზედმეტებში გადასვლა გვიწევს მაშინ, როდესაც ამ ჯანსაღ აგრესიას ვერ ვავლენთ. იმიტომ რომ არ ვიცით როგორ გამოვავლინოთ. და სწორედ ამიტომ გვაქვს აი კარგი გოგოს, კარგი ბიჭის კომპლექსი, ხო, რომ შენ ხო კარგი გოგო ხარ, მიეცი შენი სათამაშო. პატარა ბავშვებს რომ იმას 2, 3, 4 წლის ბავშვები რომ თამაშობენ საერთო იმაზე playground-ზე და ერთ მეორის სათამაშო მოუნდა პირველი ამბობს, რატო უნდა მოგცეთ ჩემი სათამაშო, მე თვითონ თამაშობ, ჩემია. ჩვენ რას ვაკეთებთ ხოლმე? შენ ხო კარგი გოგო ხარ, მიეცი, მიშიკოსაც უნდა. რატო უნდა მიცეს, ეს ჩემია. ვინ არის მიშიკო? ვალი მაქვს ამ მიშიკოზე თუ გინდა არ ვიცი, გურიკოსი თუ ისიც გინდა, რატო უნდა მივწე? ხო? და აი ესე ბავშვობიდან ხდება ამ არასწორი ალგი, შენ თუ კარგი ბიჭი ხარ, თუ კარგი გოგო ხარ. შენი საზღვრები ადვილად უნდა დაარღვევინო. არავითარ შემთხვევაში. და უყურეთ, მე რომ მიშვებიან ხოლმე რომ ვაიმე ეს ქალის უკარ ხასიათზე როგორ არის, მე არავის არ ვარღვევინებ ჩემს საზღვრებს.
დაწყებული უახლოესი ადამიანებიდან თუ რაღაცა მოხდა და რეაგირებასაც ვაძლევს სათანადოს და მით უმეტეს უცხოები და ადამიანები ამას გრძნობენ და რომ შეგიძლია ამ აგრესიის გამოხატვა, რომ შეგიძლია შენი საზღვრების დაცვა და აღარც ცდილობენ რომ დაგირღვიონ და ისინი ვინც გირღვევენ თუ შენ ვინმე გირღვევს საზღვრებს ეს არის შენთვის უძვირფასესი მასწავლებელი რომელიც გიჩვენებს რომ შენ აი ეს სისუსტე გაქვს შენ აი ეს არასწორი პროგრამა გაქვს აი ამაზე უნდა იმუშაო ეს უნდა გამოასწორო შეძლო ჯანსაღად შენი საზღვრების დაცვა და რა არის აგრესიის ყველაზე სწორი კულტურული სოციალურად მიღებული ფორმა აგრესიის გამოვლინებისა აბა დაფიქრდით ვინ დაწერს სწორ პასუხს გინება არა ცემატყება არა კიდევ რაღაცა არა მინიშნება იყო ჩემს პასუხებში არა და როდესაც იცი არას თქმა ძალიან თავისუფლად უთხრა არა იმ მოცემულობას რაც არ მოგწონს არ გაწყობს არ გსიამოვნებს არ გინდა უთხრა არა იმ მოცემულობას და ესეთი პროგრამაც კი გვაქვს ისწავლი არას თქმა საზღვრების დაცვა არას თქმა სხვათა შორის მასე რა ქვია ფასდაკლების კვირეულში შავ პარასკევთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი ფასდაკლება ამ პროგრამაზე და 100 ლარის ნაცვლად 20 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ და ისწავლოთ თქვენი საზღვრების დაცვა და არას თქმა და დაამუშაოთ ის ტრავმები და ის პროგრამები რომელთა გამოც ეს აქამდე არ შეგეძლოთ თუ დაინტერესდით მომწერეთ მესენჯერში მომწერეთ პირადში დაწერეთ მინდა ვისწავლო საზღვრების დაცვა მინდა დაცული საზღვრები მოგწერეთ ეს მესენჯერში და შეძლებთ ამ პროგრამის შეძენას ეს პროგრამა ბოლო ჯერზე არის გაყიდვაში და სავარაუდოდ მინიმუმ 1 წელი კიდევ აღარ იქნება ასე რომ გამოიყენეთ ეს შანსი და უყურეთ პრაქტიკა რომელიც დაგპირდით რომელიც ძალიან დიდ ენერგიას უყურეთ რატომ მოგცემთ ეს ძალიან დიდ ენერგიას იმიტომ რომ უყურე რაც არ მოგწონს რაც არ გაწყობს რაც არ გსიამოვნებს რაც არ გინდა მაგრამ ეს შენ ცხოვრებაში არსებობს და ეს რომ აიტანო და აი რაღაც არსებობს ეს შერჭობილი გაქვს იმისავით ხო და გაწუხებს და გიწევს ამის მოთმენა ატანა გადატანა ეს ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს რომ აი რაღაცა არის და აკოთებული და აი ამ აკოთებულში ხარ და ცდილობ რომ არ შეიმჩნიო რომ ეს ყარს მიიღოთ იმაზე რომ ეს მუდმივად აღიზიანებს შენს რეცეპტორებს აღიზიანებს შენს ტვინს შენში გაღიზიანებას ქმნის მაგრამ არ ვიცნე ხო და თუ კი ისწავლით არას თქმას ეს ძალიან დიდ ენერგიას გამოათავისუფლებს თქვენში და პრაქტიკა რომელსაც დაგპირდით როგორ დაიწყოთ ესე იგი ჩამოთვალე ის რაღაცეები რასაც აქვს სისტემური ხასიათი შენ ცხოვრებაში და რაც არ მოგწონს სისტემური ხასიათი ანუ მუდმივი ხასიათი უნდა გქონდეს ამას ხო ჩამოთვალე ჩამოწერე სულ ელემენტარული და უბრალოდან დაწყებული და დიდი მსხვილი და მნიშვნელოვანი დამთავრებული მინიმუმ 10 ჩამოწერე დააპაუზე ჩამოწერე და მე განვაგრძელოთ მოდი ხო დაწერეთ უკვე ვაგრძელებთ ესე იგი აიღეთ აი ამ ჩამოწერილებს როგორ შეგიძლიათ ჩამოწეროთ იცი რომ აი არ ვიცი ჩემს ოთახში არ მუშაობს ჩამრთველი და ეს ძალიან მაღიზიანებს და რა თქმა უნდა არ ვეთანხმები ამას იმიტომ რომ
რაღაცეების გამოგონება მიწევს, რომ ოთახი გავანათო. მაგრამ თან ვეთანხმები და არაფერს არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს. აი ესეთი უბრალოებიდან დაიწყეთ. ეხლა ზოგი იფიქრებს, რომ ვაიმე არ მომწონს, რომ სამსახურში ჩემი უფროსი მავიწროებს და ესე იგი სამსახურიდან უნდა წამოვიდე? არა, ესეთი კარდინალური და ესეთი დიდი ნაბიჯები არ გააკეთოთ ჯერ, მანდამდე მიხვალთ, მაგრამ ოდესღაც უკვე ძლიერად და გაძლიერებულნი, მანამდე კი აი ეს უბრალო ლაითი ნაბიჯები. ისეთი ლაითი, რომ აი რაც გითხარით ახლა ხო, რომ ოკეი, ჩამოვწერე თქვა 10 რაღაცა, რაც არ მომწონს ჩემს ცხოვრებაში, რაც არ ვეთანხმები, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებ. უყურეთ, აუცილებელია რომ ეს იყოს სისტემური, ანუ მუდმივი რაღაცა. ეხლა არ ვიცი, დღეს ბოტასები ვიყიდე და აღმოჩნდა რომ მიჭერს და წავედი დავაბრუნე, ესეთი რაღაცა არა. არ ვიცი, რესტორანში ყავა შეუკვეთე და რაღაცა მომიტანეს, რაც არ მომეწონა გემო და არ ვარგო და ის ყავა და იმას უთხარი მიმტანს რომ წაიღე და ახალი მომიტანე ან არ ჩართო ჩემს ანგარიში, არ ესეთი ერთჯერადები არ თავი არ მოიტყუოთ, ძალიან გთხოვთ რა. არამედ სისტემური, რასაც მუდმივი ხასიათი აქვს და აი ყველაზე უბრალო, ყველაზე ადვილად შესაძლებელი რაც არის, რომ აი ამ მოცემულობას მე ვეუბნები არას. აი მაგალითად, სამუშაო დრო მოიწურა, მაგრამ ჩვენს სამუშაოზე ისე არის მიღებული, რომ ამ დროის არასამუშაო დროსაც თანამშრომლები იქნებიან თუ ხელმძღვანელები მირეკავენ. და ეს ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ სამუშაო დროს ხომ მუშაობ და არასამუშაო დროსაც ვმუშაობ, გამოდის მუდმივად იძულებული ვარ რომ ხაზზე ვიყო და ვაკეთო სამუშაო პროცესები. და ამის ნაცვლად, ოკეი, ვამბობ რომ მორჩა, მე აღარ ვიღებ ტელეფონს არასამუშაო დროს. გადაწყვიტო შენთვის და ეს განახორციელო. და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ენერგია გამოგითავისუფლდება და ის ყველაზე იოლები, ყველაზე ნაკლებად მტკივნეულები, ყველაზე ადვილად გასაკეთებელით დაიწყე. უთხარი ამ არასასიამოვნო მოცემულობას არა, ანუ დაიცავი შენი საზღვარი. ამას ნიშნავს და ერთი კვირა ეს გააკეთე, ყველაზე იოლის 3 რამ აიღე და გააკეთე. და ნახავ რამხელა ენერგია მოგემატება. და მე მომწერეთ აუცილებლად ამას რომ დააპრაქტიკებთ, მიიღებთ შედეგებს, ეს დასაწავა ეს ენერგია თქვენი სასიცოცხლო ძალა, რომელსაც აი იმის არ შემჩნევაში ხარჯავდით, გამოთავისუფლდება და შენ შეგიძლია შენი ჯანმრთელობისთვის, შენი კარგი ხასიათისთვის, შენი კარგი განწყობისთვის, შენი რაღაცა გეგმებისთვის, შენი რაღაცა მიზნებისთვის და შენი აყვავებისთვის გამოიყენო. აუცილებლად მომწერეთ მე პოსტფაქტუმ რომ მიიღებთ შედეგებს და უყურეთ რა მოხდება. ამ უბრალო რაღაცებს რო გააკეთებთ, ამ ძალას მიიღებ, მე მოგეცემა ძალა და ენერგია რომ კიდევ უფრო ცოტა ძნელი რაღაცეები გააკეთო. ისეთი რაც გეგონა რომ ვაიმე აქ მე თუ უარი ვთქვი. ერთ მაგალითი მომინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი ცხოვრებიდან. ზოგადად უყურეთ, იცოდეთ რომ შიშით მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერი წამგებიანია. აი შიშის გამო თუ რაღაცას თანხმდები, ეს იცოდე რომ წაგებული იქნები. და უყურეთ, ესე იგი, როდესაც ვიწყებდით ჩემს მოღვაწეობას, თქვენ იცით ხო, რომ ძალიან ბევრი კლიენტი, ჩვენი მომსახურების მომხმარებელი, სტუდენტები, ერთ სიტყვით საზღვარგარეთ არიან. და საზღვარგარეთიდან ადამიანები როგორი ხდიან, როგორც წესი, გზავნილით, ხო, გზავნილით. და იყო პერიოდი, როდესაც ეს გზავნილები, აი არ ვიცი, არც კი მსმენია ისეთი გზავნილებით აგზავნიდა ხალხი ფულს. და
იქ და უნდა გაანაღდო. მაშინ ჯერ მობილ ბანკში არც ვიცოდი, ეს მე გეუბნებით 10 წლის წინ. მობილ ბანკში რომ შეიძლება რომ ფული გაანაღდო გზავნილი. თან ყველა დღესაც არ შეიძლება რაღაც კონკრეტული ჩამონათვალია 6 თუ 8 გზავნილია, ყველაზე ცნობილი და ყველაზე გამოყენებადი, მაგრამ ამის გარდა კიდევ არსებობს დაახლოებით ალბათ 20 სხვადასხვა გზავნილი, რომელიც არც გსმენიათ უმეტესობას. და უყურეთ, ესე იგი, მე იძულებული ვიყავი, რომ ოკეი, ადამიანი გიხდის, გზავნილი საგზავნის და თანაც გზავნილი ხა თქვენ იცით ხო, კი ბატონო, ზოგი ძვირიანი მომსახურებაა და 100 და 200 და 300 დოლარი აქვს ადამიანს გამოგზავნილი ან მეტი და არის რომ 5 და 10 დოლარია ზოგიერთი მომსახურება, ხო, ეს ჩანაწერი პროგრამები, როგორც ახლა საზღვრების დაცვის პროგრამას გთავაზობთ. და მთელი თბილისის მასშტაბით უნდა მერბინა იქ რიკოგრამში რომ 10 ლარი გაანაღდო, იქ, რავი, კიდე სადღაც შმიკოგრამში, იქ ჭიჭიკოგრამში, კიდე რაღაცაში და დღეში შეიძლება 2-3 საათი იქ რიგი დაგხვდება, იქ რაღაცა ხარვეზია, იქ ეს ვერ იპოვეს და მეთქი, what? რაღაცა 10-15 გინდა 100 დოლარის ნაღდებლად რატო უნდა დავკარგო საათები? და ოკეი, მობილ ბანკში მითხრე სხვათა შორის, ეგრე ვიყავი საქართველოს ბანკში მისული რომ მეთქი. ეს გზავნილები თან ესე პაჭკა რომ მიგაქვს გზავნილებიზე გამინახდეთ თქო ხო და მითხრეს რომ თქვენი მობილ ბანკში შეგიძლიათ რომ გაანაღდოთ და მეთქი, ევრიკა აღმოაჩინე ამერიკა და ჩავიხედი ამ მობილ ბანკში და რა გზავნილებიც არის, მეთქი, მორჩა, მარტო ამ გზავნილებს ვიღებთ, რომ შევიდე, ნომერი შევიყვანო, წკაპ, დაჯდა ანგარიში და ფული. და ეს რომ ვუთხარით ჩემს მაშინდელ თანამშრომელს, თავში ხერი შემოიკრა, რომ რას ამბობო, დავკარგავთო კლიენტებსო ესეო. ხალხიო ფულს იხდის და ოღონდაც გადაიხადონ, რომ თავარია გადაიხადონ. მეთქი, no. ჩემი დრო და ენერგია ჩემთვის გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ფული. შესაბამისად, მით უმეტეს, კაი, 1000-ობით დოლარები რო ყოფილიყო, ოკეი, კიდე ვირბენდით რაღაც 10 დოლარის გულისდეთ მე. ხო და მეთქი არა. და ანუ უყურეთ, ჩემი საზღვრები დავიცავი ამგვარად, ხო? ჩემი დრო დავიცავი, ჩემი ენერგია, ჩემი ნერვული სისტემა დავიცავი ამ უარით. არაფერი არ დამკლებია. არაფერი ხო. გაიგეს ადამიანებმა, რომ აი ეს 6 გზავნილია, რომელთაც შემიძლია გავაგზავნო და ოკეი, იმ 6 გზავნილით აგზავნია და მორჩა, არანაირი პრობლემა. ანუ იმის გამო, რომ ვაიმე კლიენტებს დავკარგავთ, ანუ შიშის გამო მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს არ არის გამართლებული. ადრე თუ გვიან ის ძალიან, რაც უფრო დიდხანს გაიწელება, მით უფრო დიდ ტკივილამდე მიგიყვანთ ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ისწავლეთ დროულად არას თქმა, მოусმინეთ თქვენს სხეულს, სხეული არას თავი გვატყუებს მუდმივად ჩვენი აზროვნება, იმიტომ რომ დასწავლები, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, კარგი გქონდა იყო, ვაიმე ფული შეიძლება არ გადაგიხო. არა, არ მოусმინოთ, სხეულს მოусმინეთ. სხეულს მოусმინეთ და როდესაც რაღაცა სიმართლე, ჭეშმარიტება გესმის, ან ჭეშმარიტება მოდის შენთან, ხო? აი გადაწყვეტილება მოვიდა შენთან, რომელიც არის სწორი და ჭეშმარიტი შენთვის. სხეულში თავისუფლება, სიმშვიდეა, სილაღეა, რაღაცა სწორი და კარგი მესმის და ხო, ესე იგი ეს უნდა გავაკეთო, ესე უნდა გავაკეთო. აი ეხლაც, ვინც ჩემს სმენაში, აი ეს შეგრძნება მიიღეთ, რომ ხო, ეს ქალი რაღაცას ძალიან კარგს და სწორს ამბობს და კი, მივიღებ. აბა ის პროგრამა მჭირდება, რომელსაც ახლა იმ გამთავაზობს საზღვრების დაცვის პროგრამა ისწავლე არას თქმა. მჭირდება? შეიგრძენ, კითხე. შენს ენერგიას კითხე, შენს სხეულს კითხე. და თუ გეტყვის რომ ხო, მოგწერე და შეიძინე ეს პროგრამა 100 ლარის ნაცვლად სულ რაღაც 20 ლარად. აბა დროებით, ველოდებით თქვენს შეტყობინებებს.